უკვე მეორე დღე აჭარის რეგიონს გაზის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. სოკარ ჯორჯია გაზი აჭარაში განმარტავენ, რომ შეფერხება სოფელ გურიანთაში მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია, რომლის დროსაც მდინარე ნატანების აგიდებამ გაზსადენი მილი დააზიანა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მოწოდება ხვალ საღამოს ეტაპობრივად აღუდგება. ზეგდილით კი მთლიანად რეგიონის მასშტაბით გაზმომარაგების პრობლემა მოგვარდება. კომპანიის მთავარი ტექნიკური ინჟინრის ზურაბ დუნდუას თქმით, საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის ძალისხმევით სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტექნიკოსები არიან მობილიზებული. მისივე განმარტებით, სოფელ გურიანთაში გაზგაყვანილობის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და დაზიანებული მილები ახლით იცვლება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას მობილიზებული ყავს სრული ძალები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ უმოკლეს ვადებში მოახდინონ გაზის მოწოდება, რა თქმა უნდა, აჭარაზე. ხა ჩვენი ვარაუდით, ხა ჩვენი თვალსაზრისით რას კი გადავხედეთ და შევხედეთ, ალბათ ფიქრობთ, რომ ხვალ საღამოსთვის ალბათ აღადგენენ გაზის მოწოდებას. ალბათ ზეგდილიდან სრულად დავიწყებთ აღდგენით გაზის მიწოდებას მოსახლეობაში.